ერთი ის მინდა გავუშვა კიდე რა, ეხლა პრინციპში ეს ვითომ ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ლიბერალური, დღევანდელი ლიბერალური იმის რა ქვია, როგორ ხსნის, ძალიან მომეწონა ეს ამბავი, თვითონ როგორ ხსნის მამა თეოდორე აი ამ მოცემულობას, რაც დღეს არის და ეს ძალიან ისეთი ზუსტი ახსნაა, მე მგონი და თუ შეიძლება გავუშვათ ეს რა. ლიბერალური თვალი როგორ უყურებს ეკლესიას, ეს საცოდავები. დღეს თუ ხარ ესე ჩაბარდება წარსულს, ეს არის წარსულის გადმონაშთი, არაფერს არ წარმოადგენს. უკეთეს შემთხვევაში არქეოლოგიურ გათხრებში მოპოვებული რაღაცა ინვენტარი ვითავართ, ხო გესმით, ეთნოგრაფიული მუზეუმი მაგალითად. წესი აგვიქვამენ, ზემოდან ვიყურებენ დამცინავად ბიბლიის გჯერა თქვენ და რაღა დროს ეგა, ნუ კარგი ხო, ცოტა ხანი კიდე იყავით, მაგრამ თქვენი დრო დამთავრდება. აი ებ განწყობით, სიკვდილ მიჟინი, ანუ მალე უნდა მოკვდე და სასეიროთ, ყველა სასეიროთ, გასართობი საგანი ხარ. ანუ ისე როგორც უყურებდნენ მოციქულებს, რა, ღმერთი ადამიანად მოვიდაო, იესო ქრისტე ღმერთიაო, რას ლაპარაკობთ? ხო არ გადაირიეთ თქვენ და დაგწინოდეთ. იგივე ხდება ზუსტად. ამიტომ პავლე მოციქულის ეს სიტყვები, როგორ უყურებდა კაცობრიობა მოციქულებს მაშინ, დღეს ზუსტად ისე უყურებს კაცობრიობა, მათ შორის საქართველოში ამასოფლის სული ლიბერალიზმის სახით ასე უყურებს ეკლესიას. ხო, აი, რა ვიცი, მე მგონი ძალიან ესეთი ზუსტი ახსნაა რა და ამიტომ ვიძახი, რომ ბევრად მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ ქრისტიანობის შენარჩუნება დღეს 21 საუკუნეში ქრისტესში გაერთიანება დღეს 21 საუკუნეში თანამედროვე მსოფლიოში რაც დღეს ხდება გაცილებით რთულია. ვიდრე იყო დაუშვათ წინა საუკუნეებში, თუნდაც პირველი ქრისტიანების დროს. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს რაღაც ბოლოსკენ მიდის ეს ამბავი, ხო? ამაზე უწმიდესმაც იქადაგა თავის გადაგებებში და გაცილებით რთულია აი ამ საინფორმაციო ველში, აი ამდენი ინფორმაცია რომ შემოდის, ტყუილმართალის გარჩევა რომ ესე ჭირს, აი ყველანაირად რომ მოდის მოკლედ ეს ლეგიონი რა დასამარცხლებლად და ამიტომ იმაჩნია რომ 21 საუკუნის ქრისტიანები გაცილებით რთულ მოცემულობაში ჩავარდებიან დაუშვათ ვიდრე იქნებიან დევნაში. საცდური მატულობს. საცდური ძალიან მატულობს. არა იცი რა რაღაცნაირად აი უწმინდესის წასვლით რაღაცნაირად ახალი საქართველო დაიბადა, მე ესე ვხედავ რა. რომ რაღაცნაირად თითქოს ძლავრება ბოროტების ისე იყო შემოსული ჩვენ ერში. აი სიძულველი მე არაპიროვნებები. აი ზოგადი სიძულველი სიბილწე რაღაცა ეს ერთმანეთის ჩაძირვა და დამცირება და ბულინგი როგორ და ხო რასაც ქვია და მიწასთან გასწორება. აი ხაცა ესეთი იმაში ვიყავი და უცებ წავიდა და რაღაც ერთი გაერთიან და ყველამ დაინახა სად არის მისი ადგილი. და აღმოჩნდა რომ ყველას ადგილი არის აქ. არავინ არ არის დაკარგული, მაცხვარი რო ამბობს ხო თავის საწყოში. არავინ არ ახართ დაკარგული რა, თქვენია ყველაფერი ეს, რაც ეკლესიაშია. აი რასაც უწმინდესი ამბობდა ახლა აი სიტყვა რომ წარმოთქვა რომ არ არის ეკლესია მღვდელი, პატრიარქი და მღვდელმსახური. არამედ ხართ თქვენ, ყველა ჩვენ ვართ ქრისტეს სხეულები. ჩვენ ერთი ქრისტე გვაერთიანებს, მისი სიყვარული გვაერთიანებს. ერთი ვართ ყველაში და ყველა ერთში, აი ეს და აი უწმინდესის წასვლით ეს მოხდა თვალნათლი. ეს შეიძლება იცოდი ზეპირად, რაღაცა გიფიქრე ამაზე, მაგრამ რაღაცნაირად ესეთი იკონიური დანახვა ამის, ხატობრივი დანახვა ამისი, ხო? არ ყოფილა და უცებ მოხდა. ეხლა ეს სურათი არ ამოიშლება ქართველი ერის ისტორიის, მომავალი ისტორიის მანძილზე, ხო? არასდროს არ მოხდება აი ეს, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს დღეებია, ეს არ წაიშლება მეხსიერებიდან. თან დარჩენილია რა კადრებია და ყველაზე მთავარი რა. კადრებიც დარჩენილია. ამ საუკუნეში ემოციაც დარჩენილია. ანუ საოცარი რამეა. რაღაცნაირად ხელახალი
დაბადება ხდება ჩვენი ერისა. უკვე აი მართლა შეცნობილი ქრისტესი, არა ბრმად ქრისტიანობისა, არამედ შეცნობილი, გააზრებული ქრისტიანობისა, კითხვების დასმისა და პასუხების ძიების.